გამარჯობა მეგობრებო, ნელ-ნელა ნოემბერიც მიილია და სამ გადავავიჯებთ ცივ სუსხიან ზამთარში, მინდოდა გავუკეთებინა ისეთი კერძი, რომელიც ამ ცივ დღეებს ძალიან გაგვითხრობს და გაგვილამაზებს. გამეთახვევით ნოემბერი ძალიან თბილი და არასტანდარტული იყო და ამიტომ ამდენი ხანი არ გავუკეთებია ცხელი წვნიანი. დღეს გავაკეთებთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წვნიანს, რომელიც მე ძალიან მიყვარს. როგორც მანამდე ვახსენეთ, ცხელი წვნიანის დღე გვაქვს დღეს და დღეს გავაკეთებთ ყველაზე გემრიელ ეგრეთ წოდებულ ჩორბას. ჩორბას ვეძახით ოსპის წვნიანს, რომელიც ყველაზე ცნობილი თურქული წვნიანი არის, მაგრამ ჩორბა ნიშნავს წვნიანს და არა ამ წვნიანს. ზოგადად წვნიანებს. ჩორბს არის ჩორბები, ან წვნიანები და ჩორბა წვნიანი. ეს თურქული ჩორბა მე ძალიან მიყვარს, ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე სახლში და როცა ვსტუმრობ სხვა თურქულ რესტორნებს, ჩემს მენიუში აუცილებლად წერია. ვფიქრობ, რომ ვისაც არ გაგესიჭოთ, ძალიან მოგეწონებათ და ვისაც გასინჯული გაქვთ, უკვე ძალიან გიყვართ. ამიტომ დღეს გავაკეთებთ ისეთ ოსპის წვნიანს, როგორსაც თქვენ მიირთმევთ ხოლმე თურქულ რესტორნებში, ტრადიციულ ჩორბას. ამოვიღებ მე ჩემს ქვაბს და სანამ ქვაბი ცხელდება, მანამდე ჩამოთვლი ჩვენს ინგრედიენტებს, რადგან ძალიან მწირი ინგრედიენტები გვაქვს. დაგვჭირდება 2 ცალი პომიდორი, ნახევარი სტაფილო, 1 პატარა კარტოფილი, 1 თავი თეთრი ხახვი, 1 სუფრისკოზი, წითელი პომიდორის პასტა, უბრალოდ პომიდორის პასტა, პაპრიკა და რა თქმა უნდა დაახლოებით 60-დან 80 გრამამდე ოსპი, წითელი ოსპი. ეხლა ეს ყველაფერი უნდა დავჭრათ, გავასუფთავოთ და გავაკეთოთ ყველაზე გემრიელი თურქული წვნიანი, ანუ ოსპის ჩორბა. დავჭრათ ცოტა არაორგანიზებულა ჩვენი ხახვი, რადგან ბოლოს მე მაინც უნდა დავაბლენდეროთ. ეხლა ჩავაცხოთ ცოტა ზეთი და ჩავყაროთ ჩვენი ჭრილი ხახვი, რომ მოვთუშოთ. დაფას მოვასუფთავებ ხახვისგან ჩვენი სელფაკის ხელსახოცით. პომიდორს უნდა დავჭრათ ესეთ როგორც თქვენ გინდათ. ასევე დავჭრეთ სტაფილოსაც. ხახვი მოვთუშოთ, ასევე ხა დავუმატოთ პომიდორი შიგნით. პომიდორის კარგად მოვთუშოთ. ახლობით 10 წუთი თუშოთ, რომ კარგად გაუშვას პომიდორმა წვენი და კარგად დარბილდეს. პომიდორი დარბილდება 10 წუთის გასვლის შემდეგ, ჩავუმატოთ სტაფილო, კარტოფილიც. კარგად მოითუშეთ ჩვენი პომიდორი და ხახვი და ამბავი. ეხლა ჩავუშვებთ შიგნით 1 სუფრისკოს ტომატ პასტას, ასევე პაპრიკას დავუმატებთ. რა თქმა უნდა, ცოტა მარილი. კარგად ამოვურიოთ და ახლობით 2-3 წუთი მოვთუშოთ. 2-3 წუთი გავიდა, ეხლა ჩავუშვებთ შიგნით ოსპი. კარგად ამოვურიოთ აქაც და ჩავუშვებთ შიგნით წყალი. 15 წუთი გავიდა და ეხლა ხელის ბლენდერით უნდა დავაბლენდეროთ ჩვენი სუპი. შეგვიძლია რომ უკვე გემრიელად მივირთვით. ოპა. ხა ნახოთ რამდენად კარგად ეწევს სელპაკის ხელსახოცები სითხეს. ჩვენი ხელსახოცები რა თქმა უნდა სელპაკის, როცა გჭირდება საუკეთესო სჯობს გამოიყენო სელპაკი. ესე ჩვენი ოსპის წვნიანი, რომელიც ვფიქრობ რომ ცივ ნოემბრის და დეკემბრის დღეებს ძალიან გაგითბობთ და ვფიქრობ რომ ძალიან გემრიელი და იმედია რომ ისე ამონებ თქვენს რომ გააკეთებთ. თამე დავაგეოვნეთ, მინდა გაგახსენოთ რომ კოკოლის აპლიკაციაში ქულების დაგროვება ისევ გრძელდება. ყვითელი თასახურების ქვეშ მოთავსებული კოდები უნდა შევყვანოთ აპლიკაციაში და დააგროვოთ ქულები. რაც უფრო მეტ კოკოს დალევთ, მით უფრო მეტი ქულა გირჩევთ აპლიკაციაში. ამიტომ იაქტიურეთ. და ეხლა დავაგემოვნოთ ჩვენი ოსპის წვნიანი, რომელიც ძალიან ბევრჯერ მაქვს დაგემოვნებული, იმიტომ რომ მე ჩემი გაკეთებულია, ბევრჯერ გამიკეთებია. და ვნახოთ როგორი არის. ძალიან კაია. ძალიან კრემოვანი არის, ძალიან დაბალანსებული არის ყველა გემო. ცოტა მეტი სიცხარეს აიტანდა, სიცხარეს აიტანდა უბრალოდ, ცოტა წითელი და ღრღელი წაკა. მოუხდება თუ გიყვართ აუცილებლად. დავუმატეთ დღეს რაღაც სიცხარის ხასიათზევა, როგორც ხდები. მოკლედ ძალიან კარგი საშემოდგომო წვნიანი არის მოკლედ რა. და აუცილებლად სადაც სახში და ძალიან ისე ამონებთ. ჩემს წვნიანს ასევე დააგემონებს ჩვენი ძალიან საყვარელი და ასე ძალიან ცნობილი ქართველი რეჟისორი. ძალიან ცნობილი არა მოკლედ საქართველოში, ამად ევროპის გარშემოც. მან მოიგო პალმის ტრტო და ასე ოსკარი. შენი ბოლო ფილმი რომელი იყო? დაჩვევით უკვე ჩემი იყო. დაჩვევით უკვე რა არის? ჩემი იყო. შენი იყო. დაჩვევით უკვე მისი იყო. აბა გავასინჯოთ ოფისის სუკი. ხავერდოვანია, შეასწავლე, დაბლენდერება მოუხდა. კი. გიყვარს ოსპის სუპი შენ? სხვა შორის არ მიყვარს. წადი აგერ იცაკვე, წადი აგედა რა. ძალიან მაგარი ოსპის სუპია. ამას მოუხდება ხა კახური შოთი. კახური შოთი კენაცვლა. მადლობა, ეს იყო ჩვენი გიორგი ტრიკიდი. ეხლა კი ჩავყოფდი ჩვენ სუპში ამას ხელსაყრელს, მაგრამ მთლიანად ამოწოვდა, ამიტომ არ ჩავყოფ. იმიტომ რომ მეც მინდა. არ მინდა რომ ამოწოვოს მთლიანად.
ერთი ცალისწორი ჩავყო ამოწევს. და ჩემო კარგო მეგობრებო, სანამ აცივდება ძალიან და ნოემბრის სუსხები დაარტყავს და სანამ გარეთ კარგი ამინდია, გარეთ გაისერინეთ, იყიდეთ ინგრედიენტები, რაც დღეს ჩამოთვალე და წარეთ სახში და მე გააკეთეთ ცხელი ოსპის წვნიანი, რომ სუსხისთვის ნოემბრის მოემზადოთ კარგად. Bye.